მოგესალმებით სენაკის სათემო განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და DVV International-ის მხარდაჭერით. მე კი მის წამყვანი ილია გვარამია გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ილია ნაჭყებია. მოგესალმები ილო, მოხარული ვარ შენი სტუმრობით ჩემს გადაცემაში. მოგესალმები ილო, მეც მოხარული ვარ გადაცემაში მოსვით. ძალიან კარგი წამოწყება არის ეს გადაცემა, მივესალმები. ხედავ რომ იგი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას თემში და ქვეყნის მასშტაბით, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და ნამდვილად კარგი წამოწყებაა. რაც შემეხება მე როგორც უკვე ილომ აღნიშნა, მე ვარ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი და ვსწავლობ ფსიქოლოგიის მიმართულებით. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა ეს იქნება დასწავლა და ქცევითი ანალიზი. რატომ არის დასწავლა ფსიქოლოგიისთვის საინტერესო საკითხი? დასწავლა ფსიქოლოგიისათვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ფსიქოლოგია ყურადღებას ამახვილებს ქცევაზე. შესაბამისად, დასწავლა პირდაპირ კავშირში არის ქცევასთან. სანამ გადავიდოდეთ იმაზე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი ფსიქოლოგიისათვის, ვფიქრობ მიზანშეწონილია განვიხილოთ თუ რა არის თავად დასწავლა. თავად დასწავლა ეს არის გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი, რომლის დროსაც შედარებით მუდმივად იცვლება ქცევა ან ქცევითი პოტენციალი. იმისათვის, რათა ეს განმარტება გავიგოთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ განმარტებაში გამოვყოთ სამი ძირითადი ნაწილი. ეს სამი ძირითადი ნაწილი არის ცვლილება ქცევაში ან ქცევით პოტენციალში, შედარებითი მუდმივობა და ბოლოს გამოცდილება. რა არის ცვლილება ქცევაში ან ქცევით პოტენციალში? ვთქვათ, წარმოიდგინოთ ესეთი სიტუაცია, რომ ადამიანმა არის ის მაგიდის შოგბურთის თამაში. შესაბამისად, მის ქცევაში უბრალოდ ვერ შევამჩნევთ, რომ მან მაგიდის შოგბურთის თამაში იცის. მაგრამ მას შემდეგ, რაც შეგვყავს ეს ადამიანი მაგალითად ამ სპორტზე, რაღაც პერიოდის მერე დაისწავლის და ეს ყველაფერი მის ქცევაში გამოვლინდება, ხომ ესეა? შესაბამისად, ცვლილება ქცევაში ეს გულისხმობს იმას, რომ გარკვეული დასწავლილი ქცევა ვლინდება პირდაპირ გამოხატულ მოქმედებაში. ხოლო ქცევითი პოტენციალი ეს არის ისეთი ზოგადი საკითხები, როგორც არის თუნდაც განწყობები. აი მაგალითად სიტყვაზე რომ მოვიღოთ, მე დავისწავლე კარგი განწყობა ქართული ლიტერატურის მიმართ. და თუ მკითხველი ვარ და ძალიან მიყვარს კითხვა და ინტერესი თუ არ ამ საკითხის მიმართ, მაშინ ლიტერატურის არჩევისას მე მეტ ყურადღებას მივაქცევ, რომ ქართული ლიტერატურა ამოვირჩიო. ანუ ქცევა და ქცევით პოტენციალში სწორედ ესეთი საკითხები იგულისხმება. რაც შეეხება შედარებით მუდმივობას, ისევ და ისევ მაგიდის შოგბურთის მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, ადამიანი რომელმაც დაისწავლა მაგიდის შოგბურთი ერთხელ, მას უკვე შეუძლია რომ თავისუფლად ითამაშოს მეორედ, მესამედ განმეორებითად, ხომ ესეა? ანუ შედარებითი მუდმივობა შენარჩუნებული არის ქცევაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გავიდეს თქვათ 1 წელიწადი, 2 წელიწადი, რომ ადამიანმა ეს მაგიდის შოგბურთი არ ითამაშოს, თუ მიუბრუნდება და კვლავ დაიწყებს თამაშს, მას კვლავ გაახმენდება. მუდმივობაში სწორედ ეს იგულისხმება. ხოლო გამოცდილება, ბოლო მნიშვნელოვანი კომპონენტი, ვფიქრობ, რომ ეს ნათელია თუნდაც ჩვენი მსმენელისათვის და ეს არის ის, რომ ნებისმიერი ქცევა ვერ იქნება ადამიანის ატრიბუტი თუ ის მის გამოცდილებაში არ არის. მაგალითად, ახლა ადამიანი, რომელსაც არ უცურია, ვერ ვიტყვით, რომ მას ცურვა დასწავლილი აქვს, ხომ ასეა? შესაბამისად, ეს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხსნის დასწავლას და მის მექანიზმს, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დასწავლა ფსიქოლოგიისათვის, იმიტომ რომ ფსიქოლოგია ყურადღებას ამახვილებს ქცევაზე. ეხლა უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა იგულისხმება ამ ყველაფერში, ფსიქოლოგიას აქვს ძალიან რთული ამოცანა. რა არის ეს რთული ამოცანა? ფსიქოლოგია ცდილობს, რომ ადამიანის ფსიქიკას დააკვირდეს. და ჩვენი მსმენელისთვისაც ნათელი იქნება, შენთვისაც ნათელი იქნება ილო, რომ ფსიქიკა ვერ გაიზომება სახაზავით, ფსიქიკას ვერ გავზომავთ
კუთხის აზომით, ანუ ასე პირდაპირ არ ჩანს. ანუ სპეციალურ დაკვირვებას. კი ბატონო, სპეციალურ დაკვირვებას მოითხოვს. და დავაკვირდეთ აზრებს, დავაკვირდეთ გონებას. ეს ხომ აბსტრაქცია არის, ანუ პირდაპირ ვერ დავაკვირდებით აზრებს. შესაბამისად, ფსიქოლოგიისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ დავაკვირდეს ქცევას. სწორედ აი ესეთი დასკვნა და მიდგომა ჰქონდა ერთ-ერთ ძველ ფსიქოლოგს Watsons, რომელიც behaviorism-ის მამად მიიჩნევა. რახან behaviorism-ი ვახსენეთ, მოდი განმარტოთ თუ რა არის იგი. behaviorism-ი ეს სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ქცევათ მეცნიერებას. შესაბამისად, ეს არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დარგი, ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქცევას. მოკლედ Watson-მა გაამახვილა ყურადღება თავის წინამორბედების შეცდომებზე, კონკრეტულად იმაზე, რომ ადრინდელი ფსიქოლოგები უბრალოდ ადრინდელ ფსიქოლოგებს ჰქონდათ პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აი ამ აბსტრაქტულ საგნებს და აბსტრაქტულ საკითხებს აკვირდებოდნენ, როგორც არის აზრები, გონება და ასე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მას შემოაქვს სიახლე და ფაქტობრივად რევოლუციური მიდგომა, რომ ჩემთვის უინტერესო არის ჩემთვის უინტერესოა აზრები, გონება, ეს შეუძლებელია რომ დააკვირდე მას. ამიტომ მე დავაკვირდები მხოლოდ იმას, რისი დაკვირვება შემიძლია. ანუ რაც არის გამოხატული. დიახ, ეს არის ქცევა, რა თქმა უნდა, ხომ ეგრეა. და მოდი ლოგიკურად რომ მივუდგეთ, ადამიანი რომელიც გაბრაზებულია. გაბრაზება ხომ შინაგანი სამყაროს მიმოვარება არის. მაგრამ ეს გაბრაზება ხომ გამოიხატება გარკვეულ მოქმედებაში, მაგალითად ვიღაცამ შეიძლება რაღაც დაამტრიოს, ჭიქა გატეხოს და ასე და ასე შემდეგ. ანუ Watson-ის მიდგომა სწორედ ეს იყო. რომ ქცევას დააკვირდეს და ამ ქცევას სახეს გამომეტყველება შეიცვალოს. დიახ, ქცევით გააკეთოს დასკვნა ადამიანს. შესაბამისად, ეს Watson-იც ასევე ცნობილი არის, არ ვიცი, დაწუნებული ვარ, ბევრ ადამიანს განაგონი ექნება, ცნობილი ექსპერიმენტით, რომელიც არის პატარა ალბერტის ექსპერიმენტის სახელით ცნობილი, რომლის არსად შევეხებით და განმარტავ თუ რატომ და როგორ მოხდა მოგვიანებით. და პატარა ალბერტის ექსპერიმენტში მოხდა ესეთი რაღაც. იყო პატარა ბავშვი, რომელსაც ერქვა ალბერტი და ალბერტზე ატარებენ ექსპერიმენტს Watson და მისი ცოლი და მას დაასწავლიან შიშს. ანუ Watson-ი აცხადებდა, რომ ნებისმიერი არა მარტო ქცევა, არამედ ემოციაც კი დასწავლილი არის. და ნუ დაასწავლიან ქცევას. ეს პატარა ალბერტის ექსპერიმენტი ცნობილი არის Watson-ი. Watson-ს ასევე ჰყავდა თავისი გამძლებელი სკინერი, რომელიც რადიკალი behavioristis სახელით არის ცნობილი ფსიქოლოგიის ისტორიაში. ის საერთოდ უარს აცხადებს, რომ რაიმე ტიპის შინაგანი სამყარო არსებობს, აზრები არსებობს, პიროვნული არჩევანიანება არსებობს, ის პირდაპირ ყურადღებას ამახვილებს, რომ ადამიანი ყალიბდება გარემოს გავლენით. ანუ გარემოს აქვს გარკვეული გავლენა ადამიანზე და აქედან გამომდინარე ადამიანის ყალიბდება. შესაბამისად, სკინერი რადიკალი behavioristis სახელით არის ცნობილი. როგორ შეიძლება აიხსნას პატარა ალბერტის ექსპერიმენტი? კი ბატონო, საინტერესო კითხვა არის მართლაც. პატარა ალბერტის ექსპერიმენტის დეტალებს რომ ჩაუბრუნავდეთ, რა და როგორ მოხდა. ეს იყო ასე, როგორც უკვე აღმოჩნდეთ, ეს იყო პატარა ბავშვი. Watson-ს აქვს ასეთი მოსაზრება, რომ ნებისმიერი რთული ემოცია, როგორც არის შიში, ბრაზი, სიყვარული, არის დასწავლადი. და ამის დასამტკიცებლად იგი პატარა ბავშვი ატარებს ექსპერიმენტს. პატარა ბავშვს ანახებს თავს, თეთრ ვირთხას. ეს ალბერტზე ასაუბრა. დიახ, პატარა თეთრ ვირთხას. ნუ როგორც ვიცით, ეხლა თეთრი ვირთხა ან თუნდაც ნებისმიერი სახის ვირთხა ადამიანებში ძირითადად რაღაც ტიპის შიშს ან ზიზღს იწვევს, ხო ესეა? მაგრამ პატარა ალბერტს არანაირი შიში არ ჰქონდა ვირთხის მიმართ თავიდან და ეფერებოდა ძალიან დიდი სიამოვნებით. მაგრამ შემდეგში ეს ამ პატარა ალბერტს ვირთხასთან ერთად, ვირთხას ოდესაც დააჭერინებენ ხელში, ძალიან საძარელ ხმებს გამოსცემენ, რაც გრუხუნი ან რაიმე მსგავსი. სასიში ხმები. და რახან ეს სასიში ხმებს გამოსცემს, ალბერტი ასოციაციის გზით აკავშირებს ამას ვირთხასთან და შემდეგ ვირთხის ეშინია. და ამით Watson-ი ამბობდა, რომ თუნდაც ისეთი ემოცია, როგორც არის შიში, არის დასწავლადი. ანუ ჩვენ ამას ვსწავლობთ. და ეხლა ამის ახსნას რაც შეეხება. ამის ახსნა ჩვენ შეგვიძლია კლასიკური განპირობებულობის მექანიზმის წყალობით. კლასიკური განპირობებულობა აღმოაჩინა რუსმა მეცნიერმა ივან პავლოვმა. ივან პავლოვი იყო ფიზიოლოგი და იგი ექსპერიმენტს ატარებდა ძაღლზე.
ძალზე ატარებდა ექსპერიმენტს სეკრეციის თაობაზე. ეს სეკრეცია უცხო ტერმინია და მოდი გამოვარტოთ, ეს არის ნერწყვის გამოყოფა. ანუ იგი უბრალოდ შეისწავლიდა ნერწყვის გამოყოფას და ძალიან შემთხვევით მიაყვლია ფსიქოლოგიისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, კლასიკურ განპირობებულობას. ეხლა რა ხდებოდა? ძაღლს პირობითად ნებისმიერ ძაღლს მაგალითად დავარქვათ ჯეკა, ძაღლს მისემდნენ საჭმელს, მის საჭმელს, მაგალითად ხორცს. ამ ხორცის დადებასთან ერთად ძაღლში ამ ხორცის დადებასთან ერთად, ну, რა თქმა უნდა, გამოიყოფა ნერწყვი, ხო ეგრეა? ძაღლმა დაინახა საჭმელი და გამოიყო ნერწყვი. ამას მილისყალობით აფიქსირებდნენ. ანუ რაღაც ქონდათ რაღაც მექანიზმი, რის წყალობითაც ნერწყვის გამოყოფას აფიქსირებდნენ. და შემდეგ საჭმლის დადებასთან ერთად ის პავლოვი ზარის ხმას გამოსცემდა. ზარი ეჭირა ხელში, ძაღლს დაუდებდა საჭმელს და შემდეგ ზარის ხმას გამოსცემდა და ეს რამოდენიმეჯერ გაამეორა. და შემდეგ ნახა ესეთი რაღაც, რომ უბრალოდ ზარი რომ დაერეკა და საჭმელი არ მიეწოდებინა, ძაღლი ნერწყვს მაინც გამოხობდა. და დააინტერესა ეს რატომ ხდებოდა, როგორ ხდებოდა და ზარის მაგივრად იქ სხვა რაღაცები ჩასვა, ნატურა, ასე და ასე შემდეგ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასოციაციის გზით შეიძლება გარკვეული რეაქციები დავასწავლოთ ცოცხალ ორგანიზმებს. ამ ყველაფერში იგულისხმება ის, რომ გვაქვს ცხოველისათვის ბუნებრივი რეაქცია, ეს არის ნერწყვის გამოყოფა, რაც ბიოლოგიურად არსებობს, ნერწყვის გამოყოფა და გვაქვს ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი სტიმული. ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი სტიმული ამ შემთხვევაში იყო საჭმელი. ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც საჭმელით იკვებება, ალბათ ასეთი რეაქცია ექნება, ხო ესეა? ანუ ეს არის ბუნებრივი სტიმული და ბუნებრივი რეაქცია. ამას პავლოვის ენაზე ეწოდება უპირობო სტიმული და უპირობო რეაქცია. უპირობო სტიმული და უპირობო რეაქცია. ხოლო ზარი ეს არის ნეიტრალური სტიმული, ანუ ეხლა ჩვენ რო ავდგეთ და კუჩის ძაღლებს რომ ჩამოვაროთ და ზარის ხმა რო გამოვცეთ, რა თქმა უნდა, ხომ ვერ მივიღებთ ნერწყვის გამოყოფას. შესაბამისად, ზარი ნეიტრალური სტიმულია ძაღლისთვის, რადგან იგი არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, არანაირ რეაქციას არ იწვევს. მაგრამ როდესაც ნეიტრალური სტიმული წყვილდება უპირობო სტიმულთან, ანუ საჭმელთან, მას ერქმევა პირობითი სტიმული. ანუ პირობითი სტიმული ეს არის ნეიტრალური სტიმული, აქამდე ნეიტრალური სტიმული, რომელიც შეწყვილდა უპირობო სტიმულთან, ანუ საჭმელთან. შესაბამისად, ამ შეწყვილების ხარჯზე ძაღლი გამოსცემს ნერწყვს. ანუ პავლოვის მთლიანი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ცოცხალი ორგანიზმები სწავლობენ სწორედ ასე, ასოციაციების გზებით. ახლა ძალიან ბევრი რომ არ ვისაუბრო და პრაქტიკულ მაგალითსაც რომ მიუბრუნდე, მაგალითად, ყველა ადამიანს ქონია ესეთი მომენტი დაწუნებული ვარ, რომ როდესაც რაიმე საყვარელი მათთვის ხდება არასასიამოვნო რაღაც ცუდი გამოსვლების შემდეგ. აი მაგალითად, ჩემს მაგალითს მოვიყვან. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მსხალი. მაგრამ ერთხელ ძალიან ბევრი მსხალი ვჭამე და ცუდად გავხდი, ინტოქსიკაცია მქონდა. და ამ ინტოქსიკაცია იყო ჩემთვის არასასიამოვნო სტიმული, ხო ეგრეა? ამ ინტოქსიკაციამ მე მსხალი შემაძულა. და მას შემდეგ უკვე მსხალისკენ გული აღარ მიმიწევს, ანუ აღარ მინდა რომ ჭამო. ეს ყველაფერი პავლოვის ექსპერიმენტის წყალობით შეგვიძლია ავხსნათ კლასიკური განპირობებულობით. მოდი მივუბრუნდეთ იგივე პატარა ალბერტის ექსპერიმენტს. პატარა ალბერტისთვის ვირთხა აქამდე იყო ნეიტრალური სტიმული. ვირთხა მისთვის არანაირად საშიში არ იყო. მაგრამ არსებობდა ბუნებრივად საშიში სტიმული, რაც იყო გრუხუნის ხმა, ხო ეგრეა? ეს ფსიქოლოგიური მიდგომით ეს ყველაფერი, ევოლუციურად დავისწავლეთ, რომ გრუხუნის ხმაზე ვთქვათ, შიში უნდა გამოგიმუშავდეს და ასე და ასე შემდეგ. ანუ აქამდე ნეიტრალური სტიმული ვირთხა წყვილდება ძალიან საშიში სტიმულთან გრუხუნთან, რის გამოც პატარა ბავშვს ეშინია ვირთხის. შეგვიძლია ამითაც ავხსნათ. თუ ვინმეს ჰქონია წაკითხული, თუ ვინმეს აქვს წაკითხული დოსტოევსკის ყმაწვილი, იქ არის ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი, სადაც მთავარ გმირი აცხადებს 21 წლის ბიჭია, რომ ქალები ეზიზღება. ცოტათი თამამი განცხადება 21 წლის ბიჭისათვის ესეთი რაღაც, მაგრამ ეს 21 წლის ბიჭი ამ ყველაფერს იმით ხსნის, რომ როდესაც პირველად ქონდა ქალთან ინტიმური ურთიერთობის შესაძლებლობა,
რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, კონკრეტულად რაღაც ჩანგალი ჩაარჩვეს, ხო, ცუდი გამოცდილება და ცუდი გამოცდილების გამო მას ქალები შეეზიზღა. ანუ ეს ყველაფერი იხსნება სწორედ პავლოვის კლასიკური განპირობებულობის შესაბამისად. Რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ილო იმას თუ როგორ ვაწყვილებთ პირობით სტიმულს უპირობო სტიმულთან. ანუ საჭმელს უნდა მოჰყვებოდეს ზარი, რასაც ეწოდება შეფერხებული განპირობებულობა. ანუ დრო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როდის რომელს როგორ გავუშვებთ. ჯერ უნდა მივაწოდოთ საჭმელი და ძალიან ცოტა ხანი პაუზის შემდეგ, ძალიან მცირე პაუზის შემდეგ ზარიც უნდა გავუშვათ. სწორედ ეს არის ყველაზე ეფექტური, როდესაც ჩვენ ვიღებთ გარკვეული ტიპის დასწავლილ რეაქციას. თუ ჯერ ზარს გავუშვებთ და შემდეგ საჭმელს მაშინ არ მივიღებთ ისე ძლიერ რეაქციას და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ყველაზე ეფექტური ეს არის. იმიტომ რომ აი გონებას ამზადებ იმისთვის რომ რაღაცა სასურველი მიიღო და უცებ ზარისგრუხუნის შემდგომ გავიწყდება შენი სურვილები და რაღაცის შიში და უარყოფითი შეგრძნებები მოყვება ამ ყველაფერს. ხო, უბრალოდ ნახე ალბათ ჩვენი მსმენელისათვისაც საკმაოდ ისეთ ნაცნობი გამოცდილება არის, რომ მუსიკა გვაბრუნებს ხოლმე ადრეულ მოგონებებში. მუსიკა რომ გვაბრუნებს ადრეულ მოგონებებში, ეს ყველაფერი სწორედ ასოციაციის გზით იხსნება. აი როგორც შენ თქვი, რაღაც ტიპის გამოცდილება მაქვს, ამ გამოცდილებას ვაწყვილებ მე გარკვეული ტიპის მუსიკასთან, თქვა, სიტყვაზე ავიღოთ და შემდეგ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ მე ამ მუსიკას რო უსმენ, იმ გამოცდილებაში მაბრუნებს. რა შეიძლება გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა და ასე მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული ხერხი დასწავლისა, ხო? დასწავლის. პავლოვის განპირობებულობის ექსპერიმენტისა და კლასიკური განპირობებულობის არსის გაგებით ჩვენ შეგვიძლია თავად მექანიზმს ჩავწვდეთ დასწავლისა და რახან დასწავლის მექანიზმს ჩავწვდებით, ასევე შეგვიძლია ისეთ რთულ საკითხებს ვემუშაოთ ადამიანებთან, როგორც არის ნივთიერებაზე დამოკიდებულება და თუნდაც პოსტტრაუმატული სტრესული აშლილობა. აი მაგალითად ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ისეთ ნივთიერებაზე, როგორც არის ნიკოტინი, ან თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერებები, შეგვიძლია რომ ამ ნივთიერებებზე დამოკიდებულება მოუხსნათ ამ მექანიზმის საშუალებით. ნუ ბუნებრივია შეიძლება კითხვა ამ ყველაფერს როგორ ვახერხებთ. ცნობილი ხერხი სიგარეტის მიტოვებისა სწორედ პავლოვის კლასიკური განპირობებულობიდან გამომდინარეობს, რაც გულისხმობს სიგარეტის პირაღმა მოწევას, პირიქით მოწევას, ანუ ფილტრის საპირისპირო მხრიდან მოწევას, აი საიდანაც უკიდებენ სიგარეტს, მხრიდან მოწევას, ხო. ამ ხერხის მეშვეობით სიგარეტთან ადამიანს მწევოს უჩნდება ასოციაცია, რომ სიგარეტი არ არის სასიამოვნო, რის გამოც მისი დამოკიდებულება ფაქტობრივად ქრება, გამომდინარე იქიდან რომ ინტერესი ქრება. ასევე შეგვიძლია რომ ნებისმიერი ტიპის ნივთიერება იქნება ეს თუ მავნეჩვევა, სწორედ აი ასე გადავასწავლოთ ადამიანს, ანუ დავაწვილოთ იგი არასასიამოვნო სტიმულთან, მაგალითად თუ არის რაიმე ტიპის ნივთიერება დავაწვილოთ რაღაც ელექტროშოკთან თქვა სიტყვაზე, ეს ადამიანს მოაგონებს ეს ნივთიერება ამ ელექტროშოკით გამოწვეულ ტკივილს, რის გამოც მას სურვილი არ აქვს რომ ნივთიერებას გაეკანოს. ხოლო რაც შეეხება ალტერნატივას და სხვა ტიპის დასწავლას, რა თქმა უნდა არსებობს, სწორედ პავლოვის პარალელურად ატარებდა ედუარდ თორნდაიკი ექსპერიმენტს კატებზე. მან შექმნა 5 ლაბირინთი, რომელიც შეუძლია ჩვენს მსმენელს რომ ინტერნეტში ნახოს ვიზუალურად როგორ გამოიყურება იგი საკმაოდ კომპლექსური ვიზუალური აგებულება აქვს ამ ყუთს. თორნდაიკი ამ ყუთში სვამდა კატებს და კატების პირველი რეაქცია ბუნებრივია იყო რომ რაიმენაირად ეცადათ და ამ ყუთიდან გამოძვალებდნენ, ხო? იქიდან გამომდინარე რომ ისინი ვერ ახერხებდნენ პირდაპირ გამოძრომას, რაღაც აბსურდულ, ქაოტურ და იმპულსურ ქმედებებს ჩადიოდნენ, დახტოდნენ, თაც უტყამდნენ და ასე და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში კატის რომელიმე იმპულსური ქცევა იწვევდა კარის გაღებას. შემდეგ კატას ისევ აბრუნებდნენ ყუთში და კატა ბუნებრივია ისევ იწყებდა ქაოტური ქცევის
განმეორებას, მაგრამ ერთი სხვაობით. იმ ქცევას, რომელსაც არანაირი შედეგი არ ჰქონდა და არ იწევდა მის განთავისუფლებას, ის აღარ იმეორებდა. ხოლო იმ ქცევას, რომელიც პირიქით მის თავისუფლებას იწევდა, უფრო ალბათული იყო, რომ გაიმეორებდა. შესაბამისად, თორნდაიკმა მიაკვლია ეფექტის კანონს. ეფექტის კანონი ეს არის დასწავლის ერთ-ერთი ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც გარკვეული რეაქციის სიხშირე იცვლება იმის მიხედვით, თუ რა შედეგს იძლევა იგი. მაგალითად, ადამიანებზე რომ ავიღოთ, თუ ბავშვი კლასში ხმაურობს და ამ ხმაურს მოჰყვება მაგალითად კლასელისაგან გაცინება და დადებითი რეაქციები, მეტად ალბათულია, რომ ეს ადამიანი მეტად უფრო გახალისდება. ამრიგად ეს ეფექტის კანონი თორნდაიკის მნიშვნელოვანი აღმოჩენაა და ამ მნიშვნელოვან აღმოჩენასა და დანატოვარს უკვე ნახსენები რადიკალისტი ბიჰევიორისტი, როგორც ვახსენეთ, რადიკალი ბიჰევიორისტი, როგორც ვახსენეთ, სკინერი იყენებს და ნერგავს ცოცხალ ორგანიზმებში. იგი ცოცხალ ორგანიზმებში გარკვეული ქცევის გამოვლენის გამო ცვლის იმ შედეგებს, რასაც ეს ქცევა იწვევს. და შეგვიძლია ეს ყველაფერი ადამიანებზეც, როგორც უკვე წინა მაგალითით ვახსენეთ, განვავრცოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩავწვდეთ აი ამ დასწავლის მექანიზმის არსს და რაში მდგომარეობს იგი. აი მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ საკმაოდ ნაცნობი მაგალითი, ძაღლების მაგალითი, ვისაც სახლში შინაური ძაღლი ჰყავს, თუ არიან ჩვენს მსმენელებს შორის ასეთი ადამიანები, მათ საყვარელ არსებასთან, მათ საყვარელ ცხოველთან დარწმუნებული ვარ, ჰქონიათ მცდელობა, რომ რაიმე ტიპის ქცევა დაასწავლო. როგორც არის დაჯდომა, ჯოხის მოტანა, თუნდაც ხმაზე, რომ ეუბნები დაყეფოს ძაღლმა, მოდიზე მოდი და ასე და ასე შემდეგ. მოკლედ, მცდელობა იმისა, რომ ძაღლს დავასწავლოთ რაიმე ტიპის ქმედება. იმისათვის, რათა ცოცხალ ორგანიზმს, ამ შემთხვევაში ძაღლს დავასწავლოთ მაგალითად დაჯდომა. ჩვენ გვჭირდება გარკვეული ტიპის განმამტკიცებელი. ეს განმამტკიცებელი ჩვენს მარტივ ენაზე რომ მოვხსნათ, არის საყვარელი სასუსნავი, რომელსაც ძაღლს ვაჭერთ. დიახ. აი მაგალითად ძაღლს ვაჭერთ უკანა მხარეს, ჯდება, თან უმეორებ დაჯექი და ამის პარალელურად, როდესაც ჯდება, ვაძლევთ საყვარელ სასუსნავს. ეს სასუსნავი არის განმამტკიცებელი. ბუნებაში არსებობს გარკვეული ტიპის სტიმულები. მოდი უფრო დეტალურად ჩავწვდეთ ამ განმამტკიცებლის არსს. და იმისათვის, რათა ჩავწვდეთ ამ განმამტკიცებლის არსს, მოდი ვთქვათ ესეთი რაღაც, რომ ბუნებაში არსებობს სამი სახის განმამტკიცებელი. ეს ადამიანებისთვისაც ნათელია. ეს არის ნეიტრალური, დადებითი და უარყოფითი. აი ნეიტრალური, ეს სულად ინდივიდუალურია. მაგალითად, ნეიტრალური ძაღლისთვის შეიძლება იყოს მიკროფონი. მიკროფონი ძაღლისთვის არანაირად სასარგებლო არ არის, ის არც მას ჭამს და ამიციანებას არ იღებს და არც რაიმე მსგავსი. შესაბამისად, ამ ტიპის ნეიტრალურ განმამტკიცებელს, ანუ მიკროფონს, ჩვენ ძაღლისათვის რაიმე ქცევის დასწავლაში ფაქტობრივად ვერ გამოვიყენებთ. მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს დადებითი განმამტკიცებელი, მაგალითად საყვარელი სასუსნავი ძაღლისთვის. და არსებობს უარყოფითი, როგორიც არის თუნდაც ყვირილი ან დასჯა, პატარაზე ხელის დარტყმა და ასე და ასე შემდეგ. ანუ არსებობს სულ სამი სახის განმამტკიცებელი. ამ სამი სახის განმამტკიცებლით ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვყოთ ორი ტიპის ქმედება, რაც ჩვენ შეგვიძლია ძაღლთან გამოვიყენოთ. ეს არის განმტკიცება და დასჯა. აი მაგალითად ძაღლს გვინდა ვასწავლოთ დაჯდომა, ვაძლევთ საყვარელ სასუსნავს. მაგრამ როდესაც სტუმარი შემოდის სახლში, ძაღლი ყებს და აგრესიული ხდება, ხომ ეგრეა? ამ შემთხვევაში ჩვენ მიმართავ დასჯას. ყვირილს, ან თუნდაც გარეთ გაშვებას, ან რაიმე მსგავსი. ანუ არსებობს განმტკიცება და არსებობს დასჯა. თუნდაც ეს ყველაფერი ადამიანების მაგალითად შეგვიძლია ავხსნათ, მაგალითად პატარა ბავშვები, მშობლები იქნებიან დარწმუნებული ვარ ჩვენ მსმენელებს შორის და დარწმუნებული ვარ შენც ხონია პატარა ბავშვებთან ცდილობა რომ რაიმე ტიპის ქცევა დაასწავლო, თუ ზოგადად აგრესიულები არიან რომ ამ ქცევას გადააჩვიო და ასე შემდეგ. იმისათვის რათა ბავშვს ვასწავლოთ რაიმე, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ
4 ტიპის დასწავლის მექანიზმი. ეს არის დადებითი განმტკიცება და უარყოფითი განმტკიცება, ეს არის დადებითი დასჯა და უარყოფითი დასჯა. დადებითი განმტკიცების მაგალითი არის ბავშვის შემთხვევაში მაგალითად თუ გვინდა რომ ბავშვმა ადრე დაიძინოს, ვეუბნებით რომ შენ თუ ადრე დაიძინებ, ხოლ ზოოპარკში წაგიყვან. ანუ დადებითი განმტკიცება არის, როდესაც რაიმე ტიპის სტიმულს ვამატებთ. ანუ რაღაც სასიამოვნო ტიპის სტიმულს ვაძლევთ და ვეუბნებით რომ შენ თუ ეხა მაგალითად აი ამ ქაშს ეჭამ, კანფეთს მოგცე. მაგრამ როგორც ვახსენეთ, არსებობს უარყოფითი ტიპის დასჯა, უარყოფითი ტიპის განმტკიცებაც. უარყოფითი ტიპის განმტკიცება ასეთი არის. მაგალითად, ბავშვს არ უყვარს ქაშის ჭამა და ვეუბნებით, შენ თუ კლასში კარგად მოიქცევი, მაშინ ამ ქაშს აღარ გაჭმე. ანუ უარყოფითი ტიპის სტიმულს ვაცდით ამ შემთხვევაში ქაშს. და ნუ არსებობს, რა თქმა უნდა, დადებითი დასჯაც და უარყოფითი დასჯაც. დადებითი დასჯის მარტივი მაგალითი ჩვენთვის ადამიანებისთვის არის ასეთი, რომ აი მაგალითად პირველად დავადეთ ცხელტაფას ხელი, ამ ცხელმატაფამ დაგწვა და რახან დაგწვა, ანუ დაგსაჯა. ასე ხატულად რომ ვთქვათ, ტაფამ დაგსაჯა. ამის გამო ჩვენ ცხელტაფას აღარ ვეხებთ. და არსებობს ასევე უარყოფითი ტიპის დასჯაც. უარყოფითი ტიპის დასჯა არის, როდესაც დადებითი სახის სტიმულს მოვაცლით თუნდაც ბავშვს. აი მაგალითად, ბავშვს ძალიან უყვარს ბურთი. და ვეუბნებით, რომ შენ თუ სახლში 7 საათზე არ ამოხვალ, მაშინ მე ამ ბურთს აღარ მოგცემ. ანუ უარყოფითი დასჯა არის, როდესაც დადებითი სტიმულს მოვაცლით. მოკლედ არსებობს 4 ტიპის მექანიზმი, რითიც შეგვიძლია რომ არა მარტო ბავშვებს, ადამიანებს, არამედ ჩვენ შინაურ ცხოველებსა და მეგობრებს დავასწავლოთ გარკვეული ტიპის ქცევები. საინტერესოა ძალიან და როგორ იყენებს თანამედროვე ფსიქოლოგია ცოდნას პრაქტიკაში. თანამედროვე ფსიქოლოგია ამ ცოდნას პრაქტიკაში იყენებს ბიჰევიორალური თერაპიის წყალობით. ბიჰევიორალური თერაპია სწორედ იმ ტიპის თერაპია არის, რომელიც ქცევაზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომელსაც ასე გაკვეთ შევეხეთ საუბარში. ბავშვები, რომლებიც ვთქვათ, მეტად ხმაურობენ, ძალიან აქტიურები არიან და მათი დაწყნარება და დამშვიდება საჭირო. ბიჰევიორალური თერაპიები სწორედ ამ დასჯისა და განმტკიცების საფუძველზე მათ ქცევას ან ამცირებენ, ან ზრდიან. მაგალითად, ერთი შეხედვით ბავშვი ხმაურობს კლასში და კლასისგან ამას მოყვება უარყოფითი რეაქცია. ანუ ბავშვს ეუბნებიან, რომ გაჩერდი, ნუ ყველა ყურადღებას აქცევს და ეუბნება, რომ გაჩერდი. ანუ უარყოფითი რეაქცია მოყვება. მაგრამ ეს თითქოს და დასჯის თვალსაჩინო მაგალითია, რადგან უარყოფით სტიმულს, ანუ უყვირიან, აწვდიან, მაგრამ ბავშვი მაინც არ ჩერდება. ბიჰევიორალური ანალიზი მსგავს სიტუაციას აღიქვამს ასე, რომ სინამდვილეში ბავშვი ამ გაფრთხილებას, ამ ყურადღებას იღებს განმტკიცებლის სახით. რადგან ბავშვს აკლია ყურადღება, თუნდაც სადღაც ოჯახში ან სადმე, ნუ არ აქვს მნიშვნელობა, ყურადღების დეფიციტს განიცდის. და რადგან მას კლასში აქცევენ ყურადღებას, ამის გამო მისი ქცევა არათუ არ ჩერდება, ანუ ყველანაირ საშუალებას მიმართავს, რომ ეს მიიღოს. კი ბატონო, დიახ, ყურადღების გამო იგი ამ ქცევას აგრძელებს და აგრძელებს. შესაბამისად, ბიჰევიორალური თერაპია ამ ანალიზს იყენებს, ანუ უყურებს, შეხედავს სიტუაციას, აქ სინამდვილეში რა როგორ არის, აქ ერთი შეხედვით დადებითი განმტკიცებელი იქნებ პირიქით, ერთი შეხედვით დადებითი თითქოს და დასჯა პირიქით იქნებ განმტკიცებელიც იყოს. შესაბამისად, ბიჰევიორალური თერაპია მსგავსი ტიპის ქცევის მოდიფიცირებაზე არის ორიენტირებული, რომ თუ ადამიანი მაგალითად ზედმეტად ხმაურიანია, ბავშვი ზედმეტად ხმაურიანია, ან რაიმე მსგავსი ასეთი ტიპის ქცევის შემცირებაზეა ორიენტირებული. არა მარტო ბავშვების ქცევაზე, არამედ ნებისმიერი თუნდაც დამოკიდებულება, აი მაგალითად თუ ადამიანი დამოკიდებულია რაიმე ტიპის ნივთიერებაზე და ერთი კვირა მას ეს ნივთიერება არ მოუხმარია. ბიჰევიორალური თერაპევტი მას რაღაც ტიპის ჟეტონს მისცემს, თქვათ, ან დააჯილდოვებს და ამის გამო შესაძლოა ადამიანმა განამტკიცოს ეს თავისი ქცევა, რომ გაძლოს ნივთიერების გარეშე, რადგან ეს დადებითი განმტკიცებლის
წყალობით იგი ფაქტობრივად განუწყვეტება მას ეს ქცევა, რომ ნივთიერების გარეშე გაზრდოს. ასევე არა მარტო თანამედროვე ფსიქოლოგია, არამედ ადამიანსაც შეუძლია რომ ეს ოპერატული განპირობებულობის ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. აი მაგალითად, თუ ადამიანს სურს რომ ივარჯიშოს, მაგრამ ხედავს რომ ამ ვარჯიში მუდმივობას ვერ ინარჩუნებს, ანუ ერთი კვირა ვერ აგრძელებს იგი, ერთი კვირა ივარჯიშებს და მერე მიატოვებს, ორი კვირა ივარჯიშებს და მერე მიატოვებს. მას შეუძლია გაკეთოს ესეთი რაღაც, რომ ყოველი ვარჯიში დასრულების შემდეგ საკუთარი თავი შეაქოს. ან თუნდაც ხავდეს მეგობარი, რომელსაც ეტყვის, რომ იცი რა, შემდგომ მაკონტროლე იმისათვის, რომ მე ეს ვარჯიშის ქცევა შევინარჩუნო. და ნახავს, რომ თუ მაგალითად ვარჯიშობს და დღის გეგმას შეასრულებს, მაშინ მეგობარი რაღაცნაირად დაასაჩუქრებს. ერთი კვირის თავზე თქვათ, რაც ტკბილელს მისცემს, ან სიტყვერაც ახალისებს კი ბატონო. მეტად უფრო პრაქტიკულია, მინდა გითხრა, რომ სხვა ადამიანის კონტროლის ქვეშ ვიყოთ, ვიდრე საკუთარი თავის, იმიტომ რომ საკუთარ თავს ჩვენ როცა გვინდა დავასაჩუქრებთ და როცა გვინდა დავსჯით, მაგრამ სხვა ადამიანს, როდესაც პირობას ვაძლევთ, მეტად სხვანაირად უყურებთ სიტუაციას, მეტი პასუხისმგებლობით ვისებ. შესაბამისად, ადამიანს შეუძლია რომ ყოველდღიურობაში ეს ცოდნა მსგავსად გამოიყენოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეტად პრაქტიკული არის მსგავსი ტიპის ცოდნა ადამიანისათვის დღესდღეობით. ნამდვილად საინტერესო თემები მიმოვიხილეთ და ვისაუბრეთ. მილო, მადლობას გიხდი გადაცემაში მოსვლისთვის, ამ თემებზე საუბრისთვის და გისურვებ წარმატებებს. მადლობას მოგახსენე ბილო შენ. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიე გადაცემაში. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან კარგი წამოწყებაა და მთელი გულით და სულით წარმატებებს გისურვებ. მადლობა. და აქვე არ დამალავ ერთ ჩემს სურვილს, რომ იმედი მაქვს კიდევ მექნება შესაძლებლობა მოვიდე, გესტუმროთ და სიამოვნებით და ვისაუბროთ ასევე საინტერესო სხვა თემებზე. მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებები.